ქართველმა გლეხმა უკვე იცის, რომ მისმა დაწურულმა ყურძენმა დიდი რუსეთის გზას გადაუხვია და ახლა დიდ ამერიკაში მიედინება. აფრიკელი ჯემინ ბეიკერი ცოლის დაბადების დღისთვის სასმელს ეძებს. ჩვენი დახმარებით არჩევანს ადვილად აკეთებს. Kvanchkara, actually. Again. Kvanchkara. Kvanchkara. But in Georgian, Kvanchkara. In Georgia, Kvanchkara. Yes, you are close. თელი ამერიკიდან მირეკავენ და მიკვეთავენ. იმ დღეს ერთმა კაცმა ჩრდილოეთ კაროლინიდან დამირეკა. არც იცის საქართველოს სად არის, მაგრამ ღვინოზე შეყვარებულია. So I'm definitely going to enjoy it. Bye-bye. Bye now. სტივენ ფელდმანის ოჯახი ვაშინგტონის ცენტრში ჯორჯთაუნში საგვარეულო სასმელების მაღაზიას უკვე 40 წელი აფლობს. 5 წელია საათივით აწყობილ ბიზნესს ქართული სეგმენტით შემატა. The majority of the people that buy Georgian wines are either ქართული ღვინის მყიდველები უმეტესად ან აქ მცხოვრები ქართველები არიან, ან რუსები. რა თქმა უნდა, ამერიკელებიც, მაგრამ ვისაც საქართველოში უმუშავია, ან უმოგზაურია და ღვინის გაცნობა მოასწრო. სახელმწიფო დეპარტამენტის ხალხი ხშირად მოდის. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა დიდია. ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შემოდის, მაგრამ 2005 წელს კომპანია ქართული ღვინის სახლის ეგიდით ექსპორტის სისტემური გახდა. მამუკა წერეთელი ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამერიკულ ქართული ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტია. ამერიკელ მეგობრებთან ერთად ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე მისი თაოსნობით შემოდის. დავიწყეთ ძალიან მცირე მოცულობებით თავიდან, თვეში იყიდებოდა 30-40 12 ბოთლიანი ყუთები. თანდათან მივახციეთ იმას, რომ 200-300 ყუთი იყიდება ახლა თვეში დაახლოებით. და უკვე გვაქვს ეს ღვინო არა მარტო ვაშინგტონის ბაზარზე, არამედ ღვინო არის პენსილვანიაში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ვაშინგტონის შტატში, კალიფორნიაში და მასაჩუსეტსში. ვაპირებთ კიდე სხვა ბაზრებზე გასვლას. დღეს ამერიკულ ბაზარზე კომპანიას 5 მწარმოებლის ღვინო შემოაქვს. მამუკა წერეთელი თვლის, რომ ამერიკაში ქართული ღვინისადმი ინტერესის გაზრდისთვის კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთად მუშაობაა საჭირო. სახელმწიფო უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის ესეთი სფერო, სადაც თქვა თავისით რაღაცები მოხდება. შეიძლება მოხდეს, ოდესმე, მაგრამ ის რესურსი, რომელიც მოხდა ღვინის ყურძნის შესყიდვაზე იხარჯება რთველის დროს, იმის მეათედი თუ მეასედი რო დაიხარჯოს მარკეტინგზე ამერიკულ ბაზარზე, შეიძლება ის შესყიდვებზე გაცილებით ნაკლები დაგჭირდეს მეორე დახარჯვა მომავალ წელს. კერძო სექტორის შემოტანილი ღვინო დღეს ვაშინგტონის ცენტრალურ მაღაზიებში იყიდება და გულშემატკივარიც ბევრი ყავს. ალბათ საჭიროა მაღაზიებში, რესტორნებსა და ზოგადად კვების პუნქტებში პოპულარობის გასაზრდელად ღვინის დაგემოვნება მოაწყოთ. ხალხი დაინტერესებულია კარგი ღვინის აღმოჩენაში, მით უმეტეს რომ თქვენ კარგ ხარისხს, მისაღებ ფასს და მრავალფეროვან არჩევანს თავაზობთ. კარგი ხარისხითა და მისაღები ფასით ქართულ ღვინოს ჯერ მხოლოდ რამდენიმე შტატში იცნობენ. შორეულ ნებრასკაში და ალასკაზე მისი გაცნობის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვთ. ნაცნობი დროშაა. როგორც წესი, ასე გვიდევს ხოლმე. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. Michael, what'd you find out?